მადლობა სასწორზე. წინა ვიდეოების ნახვის შემდეგ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სასწორების დამამზადებელ ქარხანას დაუკავშირდნენ და პულტიანი სასწორი მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, ქარხნიდან უარი მიიღეს, იმიტომ რომ არც ერთი ქარხანა არ ამზადებს მადლყუარა სასწორებს თან ისეთებს, რომლებიც პულტიდან იმართება. ეხლა მე დისტანციური პულტიდან ვახდენ გადართვებს სხვადასხვა რეჟიმებზე. ეხლა სწორად უჩვენებს. ეხლა ზონაში იტყუება და მყიდველს აზარალებს, ეხლა გამყიდველს აზარალებს, ეხლა ისევ სწორად უჩვენებს. ხალხო, ეს სასწორი მართალია ჩინეთშია წარმოებული, მაგრამ პულტი მასთან მიერთებულია ჩემს მიერ. ყოველგვარი ქარხნიდან დამატებითი დახმარების გარეშე. მე თვითონ გავხსენი სასწორი, ვნახე მისი ელექტრული სქემა და გადავაკეთე. თუ როგორ ეს ადრე ვიდეოში მაქვს აღწერილი, თუ ძალიან გაინტერესებთ, უყურეთ. ჩემთან მომართვას იმისათვის, რომ ასეთი სასწორი გაგიკეთოთ, აზრი არ აქვს, მაგრამ აი მყიდველებს სიამოვნებით დავეხმარები, რომ საკონტროლო გირი იშოვონ ან დაამზადონ.